ნიკა მელიას შემოგვიერთდა მოგესალმები ნიკა მადლობა მოდი ღარიბაშვილი ვახსენე და ამით დავიწყოთ ჯერ იყო სრული დუმილი და შემდეგ აი ეს უხერხული განცხადება ვიზიარებ ამ უდიდეს ტრაგედიას და თავარი უნდა ვთქვა ბევრი აქ არ მინდა ველაპარაკო ბევრი აქ არ მინდა ვისაუბრო იმიტომ სალაპარაკო აქ უკვე ბევრი არაფერი აღარ დარჩა ანუ ან ეს სიკვდილის ბრიგადები რჩებიან, ან სახელმწიფოს ვინ არჩევნებთ. ან სახელმწიფოს დაუბრუნებთ ხალხს, ან რჩებიან მოძალადეები. ეს მოძალადეები, ოდესაც ჩვენ სხვადასხვა ეთერებში ჩვენს მიერ არის ახსენები რაღაცა, როგორც ვატყობ, არც თუ ცოტა ადამიანს გაუჯერდა, ამიგეთ? რაღაც გონიათ რომ ჰიპოთეტურ რაღაცაზე ვსაუბრობთ, რაღაც ეფემერულია ეს ძალადობა და მოძალადეობრივი ჯგუფები. ამიტომ დღეს 6 საათზე ხალხო დღეს 6 საათზე ყველანი გამოვდივართ რუსთაველის გამზირზე ვინ სადაც ვართ არ ვიცი ეკეჩხობში ვართ ეხლა ხო ყოჯორში ხართ არ ვიცი სადღაც ალკიში ხართ ტაბახველაში ხართ ჩაალაგეთ ჩანთები და ჩამოვდით თბილისში და გავიდეთ ამ სისასტიკის წინააღმდეგ ყველანი ერთად ამის იქით აღარაფერი აღარ არის რაღაცა და ეს რაღაცა არის მეორე, მესამე, მეშვიდე, მერვე, მე-10 მსხვერპლი. ეს არის კი ბატონო. ან ამას ახლა ვაჩერებთ. ან ეს გრძელდება. საჯარო მოხელეებს მინდა მიმართო. ხვალ ორშაბათი დღეა, ხო? ყველამ თავი უნდა შევიკავოთ სამსახურებში გამოცხადებისგან და ყველანი რუსთაველზე ასევე ხვალ. თუ გარდა ექიმებისა, გარდა ალბათ სამაშველოს სამსახურებში დასაქმებული ადამიანებისა, ვინც უნდა იყოს. ყველანი გამოვდივართ. აი არქიტექტორი ეხა რომელიც მუშაობს რაღაცა ნახაზზე და რაღაცა ვადაში უნდა ჩაეტიოს. ეხა იმ ნახაზაზე მუშაობა უნდა გააგრძელოს? ანუ შენებელი ეხა რომელიც სახლს უშენებს ვიღაც, ანუ სახლი უნდა აუშენოს და გააგრძელოს? ვიღაცა რაღაცა 44-ის და კვირის ბოლომდე რომ უნდა ჩააბაროს სამუშაო რომელიც აქვს მას შესაძლებელი. მუშაობა უნდა გააგრძელოს? მე ხა სანათქვეთა ეთერში შემოვიდოდი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ერთ-ერთი ოპერატორის კახა ჯანაშვილის Facebook პოსტი წავიკითხე, სად ოპერატორი რომელიც მიმართავს თავის კოლეგებს. რომ არავინ არ გავიდეს სამსახურში. სანამ ეს სისაძაღლი არ აილაგნება. პირდაპირ გეუბნებით ეხლა რუბიკონის გადალახვაც არის და გადალახვაც არის. დასრულებული არის ხალხო ღირს ამ ქვეყანაში 2 დღის წინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში თქვი მე ჩემ პირად ემოციებს გეუბნები და მე მგონი აბსოლუტური უმრავლესობის განცდა ემოციები და შეგრძნებები ასეთია. ამ ქვეყანაში ცხოვრება უკვე შეურაცხმყოფელია აი ამ მოძალადეობრივი ხელისუფლების პირობებში შეურაცხმყოფელია. ბევრად უფრო პატივია, დიდი პატივია სიკვდილი აი ამ მოძალადეებთან დაპირისპირებაში. მინიმუმ ციხეში შედოვა. შეურაცხმყოფელი არის ამ მოძალადეების პირობებში შვილის გაზრდა. ოდესაც იცი რომ ხვალდაზე გარდაუვალია ხიფათი რომელიც შეექმნება ხელისუფლების მხრიდან. აქ საუბარი არც მინდა იმის დაშვება რომ ეს ხელისუფლება არ გადადგება ეხლა უახლოეს დღეებში. პირდაპირ ეს ხალხი გამოვალთ და ეს ხალხი ხა ყველაზე საშინელებას რასაც დღეს გავაკეთებთ იქნება ხალხი გამოვიდეს რუსთაველს და გამოვალთ და წავიდეს სახლებში. პერმანენტული უნდა იყოს. სანამ არ გადადგებენ იგივე შეცდომა არ დაუშვათ. ივანიშვილო, იგივე შეცდომა არ დაუშვა. რაც 20 ივნისს დაუშვა. მაინც რო გახდი იძულებული რომ კობახიძე გადაგეყენებია. მაგრამ ეხა ცალკეული ადამიანების გადაყენება საქმეს ვერ გამოასწორებს. ვერცეთ შემთხვევაში ყველანი ვინც კი არიან, ყველანი უნდა გადადგეს. და ის მოძალადეები მათ შორის ვინც მოძალადეობრივი, ასე თქვათ, მოწოდებებით გამორჩეული იყო რუსთაველის გამზირზე 5 მაისს, 5 ივლისს. ხო? თქვენ, აი მათ შორის ის ადამიანი, აი სასულიერო პირი, იძალადეთ ქვეყნის სახელით, იძალადეთ ერისა და ბერის სახელით, რა ვუდით, ამ ცოტა ხანში რომ დაიწყო, თქვენივე ფეხით უნდა მიხვიდეთ პოლიციაში. თქვენივე ფეხით, აი კონკრეტულ ადამიანს ვეუბნები რუსთაველის გამზირზე რო იდგა. რასაც მოყვა ის რაც მოყვა, ხო?
უკან დახევა არ იქნება, პირდაპირ გეუბნებით რა. ან ღირსება ან უბრალოდ კაპიტულაცია. მე მესამე გამოსავალს ვერ ხედავ და მე საუბარეს კი მეუხერხულება. ყველანი ძვირფასო მეგობრებო, ნაციონალურ მოძრაობის ახლა ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე პოლიტიკა არაფრში აღარ არის საერთოდ, ხო? მაგრამ ერთი წუთით მინდა მოგმართოთ ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერას ამომრჩევლებს. ყველანი გამოდით, ყველანი ჩამოდით, ბათუმში ხართ, წამოდით, გორში ხართ, წამოდით, ყაზბეგში ხართ, ჩამოდით. აი რა არის გეგმა საუბრობ. გამოდით, ხახნო რუსთაველის გამზეზე და შვიდად. რიცხოვნებით, რაოდენობით დღესვე ხვალ უნდა დავამარცხოთ ეს ხო? და რა უნდა ვაჩვენოთ ამით? უნდა ვაჩვენოთ კონსოლიდაცია, ერის არაფრის შუაში არ არის, პირდაპირ გეუბნებით, მაპატიეთ, პათეტიკის გარეშე. მაპატიეთ ის უნდა ვთქვა, იმიტომ რომ გძნობროს მიმიფუთხებია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, იმ პარტიისთვის, პირველ რიგში რომელსაც მე წარმოვადგენ და ყველა დანარჩენებს რა შუაში არის პოლიტიკური გაერთიანება, ფაქტო. იმისი, ამისი. ადამიანი გთავაზობს რას? ივანიშვილი. ან ამას ახლა შეგაგუებთ კლავ, ან გავაგზავნებ ამის კეთებას, იმიტომ რომ მეტი არაფერზე არ დგას, ეს ადამიანი დროა ყველამ გაიგოს, არაფერზე აღარ დგას. გარდა ზონდერებისა, გარდა ძალადობისა, გარდა დარბევებისა, არაფერზე არ დგას. არაფერზე არ დგას. ბერჯერ გადარჩა ეს ხელს უა გავახსენდებოდ ხა მანქანა მოდიოდ 2015 წელი იყო, 16 წელი იყო, ხო? კორცეში გიგა ბოკერიას პროფესიონალ ბოქსიორმა რო დაარტყა საფეთქეში შეთხევით გადაჭა ეს ადამიანი პირდაპირ გეუბნებით 10 და 9 შემთხვევაში მკვდებიან ასე დროს ხო ანუ თავიდან მაგრამ ნუ ეს საზოგადოების ნაწილისთვის მისაღები გახდა ყოველ შემთხვევაში არ აღშფოთდა იმიტომ რომ ნუ პოლიტიკოსი იყო მხარე დაღიფო ხო წლების განმავლობაში რა დავინახეთ ვარ ზღვარი წაშლილი არის ყველაფერ შორის არის უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ამ ადამიანისთვის და ყველა დანარჩენი მიუხედავად რომ წამსისა, გემოვნებისა, მიუხედავად არ ვიცი შეხედულებებისა არ ხარ მის პოზიციაზე გაგისწორდებიან. იმიტომ ამ ადამიანებთან ეხა დებატები, ამ ადამიანებთან როგორ უნდა გაგრძელდეთ ცხოვრება, ხომ მოიყვანოთ ეხა გადაცემებში და კითხოთ რას აპირებენ საარჩევნოდ, როგორ დააგებს კალაძე ასფალტს, ან როგორ დააგებენ ბათუმში, არ ვიცი რაღაცა ქვაფენილს. ამაზე უნდა გაგრძელდეს საუბარი. დაამთავრებული მე პირდაპირ გეუბნებით რა. მე მირჩევნია, მე მართლა მივყვე ამ ადამიანს. ღირსებას მაინც შევინარჩუნებ. პირდაპირ გეუბნებით რა. ღირსებას მაინც შევინარჩუნებ. შეიძლება დაუმარცხდე მოძავადეებთან, ზარა მგონია, იმიტომ რომ ცალკეული ადამიანების ასე თქვა უკვე როლი შესაძლებელი აღარ არის. ან უბრალოდ თავისუფლება გაიმორჯოს, მორჩა გათავდა ეს ძალადობა აილაგმება. ეს უნდა მოხდეს ამ დღეებში, ამისი გადადება შეუძლებელი, ანუ უკვე გადამდგარი უნდა იყოს თავრობა. რას ელოდებით? თქვენ ხო არ გადაირიეთ, საერთოდ ხახტო. რას ელოდებით? პასუხისმგებელი პირები ნიკა ვინ არიან თქვენთვის? თქვენი ხელისუფლება დაწყებული აი ამ კუჭავათი, რომელიც ვიშვიშებს ყასიდად. ჩემთვის ესეთი ადამიანები უფრო საშიშები არიან, ვიდრე ის მოძალადეები, ვისი მოქრეული მუშტებითაც იმსხვერპლეს ადამიანი. ის უფრო საშიშია, რომელიც აი სოფლის მეურნეობის მინისტრი, არ ვიცი გვარი, ის უფრო საშიშია ვიდრე გომელაური. ის უფრო საშიშია, იმიტომ რომ ის რეცხავს. ის რეცხავს. იმ ლაკებს მე რეცხავს. კუჭავა ბევრად უფრო საშიშია ვიდრე გომელაური. ხვალ არის რიგარეშე, არ ვიცი, სხდომა ჩანიშნოთ პარლამენტში. რა პარლამენტის სხდომა უნდა ჩაატაროთ? აი რა სხდომა როგორ უნდა გაიხსნას და აი გადადგებით. წახვათ სახლებში. მაგრამ ბევრი თქვენგანი წავა უბრალოდ იქ სადაც უნდა წავიდეს. მათ შორის ის ადამიანი პირდაპირ გეუბნებით არ მერიდება, აქ არც უკვე პოლიტიკური რეიტინგი არის საინტერესო, არც არჩევნები არის საინტერესო, არც ამორჩევლებთან გაპრანჭვა. აი სასულიერო პირი, რომელიც მოუწოდება, ეს ადამიანი უნდა იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არის. შენ რო გაგეკეთებიო, მსგავსი მოწოდება, დღეს აქ არ იჯდებოდი არა. და მე როდესაც გავაკეთე მოწოდება 20 ივნის, მე კი იცით სადაც მოხდი, ხო? და რატო ამ ადამიანს მოქალაქე არ არის? მოძალადე არ არის? თუ უნდა ვცეთ პატივი, იმიტომ რომ ანაფორო აცვია, მოძალადე რომელმაც მოკლა ადამიანი?
ეს ადამიანი უნდა მიეცეს სისხლისამთავრებო პასუხისგებაში, დამთავრებული ამას უნდა მიიღოს ღარიბაშვილი,ორმოცამდე ადამიანი უსწორდებოდა ფიზიკურად ლექსოს და მხოლოდ 4 ადამიანი არის დაკავებული. მოკლედ რა, ან იქნება გამარჯვება, ან კაპიტულაცია. და არავინ არაფერი აი Facebook-ზე რომ ვწერთ, რავშვებით, სად არაფერი შუაში არაფერი აღარ იქნება, გაუდაბნოვდება ქვეყანა ხალხო. იქნება მარტო ივანიშვილი, იქნება მარტო არ ვიცი მე ღარიბაშვილი ამისთვის მოიყვანეს ანანო. ეხა ამ გადმოსახედია კიდევ უფრო კაფეო ჩანს. ამისთვის არის მოყვანილი ივანიშვილის მიერ. აბა ღარიბაშვილი ისთვის არის საარჩევნო პროგრამების დასაწერა და გასახმოვანებლად? თუ ის რა ქვია, რაღაცა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებად ასევე. რისთვის არის? ძალადობისთვის არის, იმიტომ რომ ხელისუფლება მოქალაქეს ვეღარ არწმუნებს, რომ მას მიცეს, ხმა ის იცის ხელისუფლება თავში უთხრამს, რომ შეაშინოს, რომ დაჩაგროს და გარკვეულწილად ბევრთან მიმართებაში ამ შეშმა იმუშავა, ხო? რა თქმა უნდა. ის ძალადობრივი, ასე თქვა, დარბევები, რაც კი ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, რას ემსახურებოდა შემდეგს, რომ რიგით მოქალაქეს, რომელიც არ არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, მაგრამ არის უბრალოდ ოპოზიციურ განწყობილი, შეეშინდეს. მაგრამ აქ შიში ეხა არის ყველაზე დიდი დანაშაული ხახო, რაც შეიძლება დაგვეუფლოს. შიში არის ყველაზე, როგორც არის დაჯის ტომა რა, ისე შეიტანეს მოკლული ადამიანის გვამი ლიფჩი, ესეთი რაღაცა არ მინახია ხო? წარმოუდგენელი, აი ეს. მოიტაცეს. ამიტომ მადლობა ნიკა. ზეგლივით დგომა დღეს ხვალ ზეგ რუსთაველის გამზირზე იმდენად დიდი დანაშაული იქნება, რამდენადაც ქართული ოცნება შადის ამ დანაშაულს წლების განმავლობაში. ღირსეული პასუხი უნდა გავცეთ. ჩამოდით და დავასრულებთ. ჩამოდით ყველანი გახოლ-მახოლ ვინც ხართ. დღეს ხვალ ეს არ შეჩერდება. წამოდით ბათუმიდან, გამოდით ზღვიდან, პლაჟებიდან, აუზებიდან ამოდით. საჯარო სამსახურის თანამშრომლებს, საჯარო რეესტრის თანამშრომლები, ხვალ როგორ უნდა მივიდეს სამოქალაქო, ან იუსტიციის სახის თანამშრომლები, ვის აინტერესებს რაიმე სერვისის მიღება მოძალადეებისგან, ხახო? ეს ავგიესთავდა უნდა გაირეცხოს, გაიწმინდოს. იმიტომ რომ ხვალ იქნება მეტი გვამი ხელისუფლებისგან და ხვის ამონღები აღარ იქნება ამ ქვეყანაში. ამიტომ ყველანი 6 საათზე რუსთაველის გამზირზე იქ კონკრეტული გეგმა იქნება, ასე თქვა, გახმოვანებული, მაგრამ იქნება ხალხი მანამ პერმანენტულად, სანამ ესენი არ გადადგებიან. ან სიკვდილი მართლა ღირსებისთვის, ან გამარჯვება ასევე ღირსებისთვის და სახელმწიფოზე. მე მესამე გამოსავალს ვერ ხედა. მესამე გამოსავალს რა არჩევნები ხალხო, რომელიც რა პროგრამა საარჩევნო, ეს ხელისუფლება გადადგება და მე კი ბატონო ვისაუბროთ არჩევნებზე.